აქცია მიმდინარეობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სტუდენტები აპროტესტებენ ადმინისტრაციის მიერ რეჟიმის მხარდაჭერას. შეკრებილები აკრიტიკებენ პერსონალურად რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს სპეცრაზმის მიერ უმოწყალოდ ნაცემ ახალგაზრდებზე სამაგიეროდ აღშფოთდა აქციის მონაწილეების მხრიდან ნიღბიანი მოძალადეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე. დავით გურგენიძემ ახლახანს ივანიშვილის რჩეულ ყაველაშვილს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა. რექტორი ცოტა ხნის წინ სტუდენტებს საპროტესტო აქციაზეც დაუპირისპირდა, ფორმულას კი მალე დახურვა უსურვა. აქციას ნანო ჩაკვეტაძე აშუქებს, ის გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლუკა, დასაწყისში გეტყვით, რომ საპროტესტო აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან უკვე დასრულებულია, თუმცა სწორედ რამდენიმე წუთის წინ, მაშინ როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეკრებილი სტუდენტების საპროტესტო აქცია სრულდებოდა, გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ასევე გამოვიდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, აქ შეკრებილი ადამიანები, როგორც გითხარით, სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან ტექნიკური უნივერსიტეტის დავით გურგენიძეს პირველ რიგში სთხოვენ, რომ წაიშალოს ტექნიკური უნივერსიტეტის Facebook გვერდიდან, ასევე ვებსაიტიდან ოფიციალური განცხადება მილოცვა, სადაც დავით გურგენიძე პერსონალურად და ასევე უნივერსიტეტის სახელით მთლიანად ულოცავს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას და ამას ამ საქმიანობაში უსურვებს წარმატებას. აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ არა მარტო ამ განცხადებას, არამედ ასევე მოითხოვენ დავით გურგენიძისგან, ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან, ხელმძღვანელობისგან, სხვათა შორის ყველა თანამშრომლისგან, როგორც აქ შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი იყვნენ სოლიდარულები აქციაზე დარბეული და უკანონო დაპატიმრებული ადამიანების მიმართ, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ. სწორედ ამ დროს იყო მცირე შელაპარაკება, შემდეგ უკვე იყო გადაიზარდა ეს დაპირისპირებაშიც. თავად უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ამტკიცებს, რომ ეს პოსტი არ წაიშლება, ეს მილოცვა არის ოფიციალური და ის არის უნივერსიტეტის ოფიციალური პოზიცია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენს შეკითხვაზე, არის თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი და სინამდვილეში წარმოადგენს თუ არა ის ნამდვილ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია 2024 წლის აირჩია მოსახლეობამ აირჩია და გამოხატავს თუ არა ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ნამდვილად ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან სტუდენტები ამბობენ, რომ არა, ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი და მიხეილ ყაველაშვილი შესაბამისად არის რეჟიმის პრეზიდენტი. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ის შელაპარაკება, ის დაპირისპირება, რომელიც სხვათა შორის უკვე შემდეგ ჟურნალისტების მიმართაც ჰქონდა დავით გურგენიძეს გარკვეული მცდელობა დაპირისპირებისა და შელაპარაკების. შეგვიძლია მოვისმინოთ ეს რეპლიკები და კომენტარები ახლა პირდაპირ ეთერში. მე პირადად რამოდენიმე შეხვედრა ჩავატარე აქ. რექტორმა რამოდენიმეჯერ გამოაცხადა ეს დაიწერა ჩვენს Facebook-ზე, ოფიციალურ გვერდზე და თავაზობ ამ კომუნიკაციის საშუალებას, თავაზობ თანამშრომლობის საშუალებას, სადაც იტყვია, რომ 200 კაცი ამაზზეა, იქვე ითქმება, რომ 10 კაცი ამაზზეა. ამას თავაზობ და რა, აი მე ან თქვენ აღიარებთ, რომ სტუდენტები ვართ უნივერსიტეტის სახე, ხო? სახე ივანე ჯავახიშვილია. ივანე ჯავახიშვილის სახელით დაწერეთ ის პოსტი კაცო. შენ გაიზარდე. მე ვიქნები, ან არ ვიქნები 50 წლის მერე სახე. ჯავახიშვილის სახელით დაწერეთ ყაველაშვილის მილოცვა. გვინდა რომ თქვენი თანადგომა ვიგრძნოთ სტუდენტებმა. როგორ გაგზნობინო, მითხარ და გაგზნობინო. ახლავე საჯაროდ რა ვთქვათ, რომ არის 10 სტუდენტი, რომელიც სხვა აზრის არის? აბა აგერ არის საჯარო და სტუდენტი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. კი ბატონო, რა არის პრობლემა მაგაში? აგერ არის ტელევიზია და გისმენთ. არ არის ეს პრობლემა. არაფერი პრობლემა უბრალოდ როგორც განცხადება გაკეთა რომ მილოცვა. კი ბატონო. ჩვენ ვითხოთ რომ ასეთივე საჯარო განცხადება გაკეთდა. კი ბატონო, არაფერი პრობლემა არ არის. დღესვე პატარა პოსტი გააკეთეთ. თქვენ გააკეთეთ. თქვენი აზრი მე ხوار დავწერ აბა. ყაველაშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრიდან. და არ გეთანხმებიან აქ შეგრება რომ არ მეთანხმებიან. 1,125,000 კაცს სხვა აზრი აქვს, დანარჩენ სხვა აზრი აქვს. უცხადებ თუ არა სოლიდარობას რეჟიმის პატიმრებს, ასევე რობოკოპების საპოლიციო ძალების მიერ დარბეულ ახალგაზრდებს მათ შორის საქართველოში არ არსებობს. არის უცხადებ თუ არა სოლიდარობას სოლიდარობას ყველას უცხადებს, ვინც არის ძალადობის ხერხია. ყველას და რეჟიმი საქართველოში არ არის. ლეგიტიმური რას ქვია? ჩემი პრეზიდენტი არ არის პირდაპირ გეუბნები. თქვენი პრეზიდენტი არის? ლეგიტიმური არის თუ არა? ეს ქუჩაში გასარკვევის საკითხი არ არის. თქვენ დაიხურებით და რომ მუშაობთ, დარჩებით მე გიშვედით.
საქართველოში რეჟიმი არ არის და მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთია რექტორის პოზიცია, მოგასმენებ თავად სტუდენტების პოზიციას, რომელსაც როგორც გითხარით, ჰქონდათ მცირე კამათი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, ასევე თავად დავით გურგენიძესთან. გამარჯობა. კიდევ ერთხელ, რას პასუხობთ რექტორს, რომელიც გეუბნებათ, რომ ეს პოსტი არ წაიშლება, ეს მილოცვა არის ოფიციალური პოზიცია მისი და მან თქვა, რომ თქვენ ხართ უმცირესობაში და მისთვის 20-25 სტუდენტის აზრი ამ შემთხვევაში ვერ იქნება პრიორიტეტული და გასათვალისწინებელიც კი. ჩვენთვის არ არის მისაღები პირველ რიგში ეს პოსტი და კარგად დავაფიქსირეთ ჩემი აზრით, მაგრამ მივიღეთ რაღაც ორაზროვანი პასუხები. თავიდან გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებაზე წამსვლელი იყო და ძალიან აინტერესებდა ჩვენი აზრი. შემდეგ რაღაცნაირად გვაჩვმებდა, რომ არ აინტერესებდა ჩვენი აზრი. ვერ ვხვდები ამ წამს რა უნდა ველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც ჟარგონებით გველაპარაკება და რაღაცნაირად აგდებულად გვაგრძნობინებს თავს. პირადად მეც კრასავიცა დამიძახა და ძალიან რაღაც მიუღებელია ჩემთვის ეს მიმართვა, სტუდენტისთვის და მით უმეტეს ეს ჟარგონი და არ ვიცი, ყველანაირად ვემიჯნებით იმ აზრს, რომ მისთვის ლეგიტიმური არის ყაველაშვილის გაპრეზიდენტება, რასაც ჩვენ ყველანაირად ვემიჯნებით, როცა მისი სტუდენტები, რექტორის სტუდენტები და ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ვიდექით პარლამენტთან და წუთი-წუთზე ველოდებოდით, როდის დაგვარბევდნენ და ძვლებს დაგვიმტროდნენ, მაშინ ადამიანი ჩუმად შეიპარა უკანა კარიდან და იმ არჩევნებზე, რომელზეც მხოლოდ ერთი ადამიანი თვითონ იყო კანდიდატი, გახდა პრეზიდენტი და ეს ჩვენთვის მიუღებელია, მისთვის არის მისაღები, რასაც რა თქმა უნდა ვემიჯნებით და ვითხოვთ მის გვერდში დგომას, რაზეც პასუხობენო კი გვერდში გვიდგანან, ფიქრობენ რომ ევროპაში ვართ უკვე, ფიქრობენ რომ ევროპის გზა ხსნილია, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ესე არ ვფიქრობთ. არ გვჭირდება ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომები, მით უმეტეს მაშინ როცა ესე გვიზღუდავენ სწავლის პროცესსაც და ასე შემდეგ. და აი არ ვიცი რა გითხრათ, ყველანაირად ვემიჯნებით, ჩვენ მოვედით მოსალაპარაკებლად, ჩვენი პროტესტის გამოსახატავად, ვერ მივიღეთ ის პასუხები, რასაც ველოდით, სიმართლე თუ გაინტერესებთ და არ ვიცი, ბოლოს ისიც ვუთხარით, რომ ველოდებით მისგან ბოლომდე გვერდში დგომას, მაგრამ არ ვიცი, იმედგაცრუებულები ვართ ცოტა. კი ბატონო, დიდი მადლობა. თქვენც კითხავთ თუ შეიძლება რექტორმა თქვა, რომ ის ემიჯნება ძალადობას ორივე მხრიდან. მაგრამ როცა კითხეთ ხომ, უცხადებს თუ არა ის სოლიდარობას ნაცემ სტუდენტებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც დააკავეს უკანონოდ ხომ? მიიღეთ თუ არა ამაზე მისგან ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი და როგორ გაიგეთ მის ეს ნათქვამი, რომ ის თითქოს ორივე მხარეს ემიჯნება ძალადობას? დიახ, ჩვენ დავუსვით გავსი კითხვა, მაგრამ მისი პასუხი გამომდინარე ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანეთ. ის აწვევა ისევე თავის აზრს, რომ მე გამოჩნია თავისი მე გამოჩნია ჩემი აზრი და თქვენ გაჩნიათ თქვენი აზრი. მაგრამ ის ასევე გვიცხადებს, რომ ჩვენ პოსტი დავდეთო და განცხადება გავაკეთეთ უნივერსიტეტის სახელითო. მაგრამ ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ ჩვენც ვართ მაგ უნივერსიტეტის მოსწავლეები. ის გვეუბნება, რომ თქვენ ახართ სახეებიო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლები. ამაში დაგვეთანხმა კიდე თქვენ წარმომადგენლები ხართო. მაგრამ მას დამოკიდებული არ ქონდა, მაგრამ თუ ჩვენ რამეს წარმოვადგეთ მისთვის. დიდი მადლობა. ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოვადგენთ ჩვენ სტუდენტები. ეს წერია სტუდენტების პოსტერზე. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულია საპროტესტო აქცია, სტუდენტების ნაწილი ისევ რჩება ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმის იმედად, რომ შესაძლოა რექტორი მათ გამოვიდეს და გაესაუბროს.